მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და დღეს მინდა გაგაცნოთ ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული სამთვლიანი უენო სალამური. აფხაზეთში იცნობენ აჭარპანის სახელით, ხოლო ცოტა იქ ჩრდილოეთისაკენ, როგორც ყამილი, სიბიზგი, ცოტა აქეთ ოსეთში უადინძი. მის დასამზადებლად სხვადასხვა სცენარის იყენებდნენ. აღსანიშნია თვითონ აფხაზეთში მაგალითად აჭარპინ ეს დასახელება, სცენარის დასახელებაა, რომლისგანაც აკეთებდნენ. კონკრეტულად ეხლა ხელში მიჭირავს ლერწმისგან დამზადებული სამთვლიანი უენო სალამური. ხოლო პროპორციებს შემდეგნაირად იღებდნენ. ესე შეარჩევდნენ კონკრეტულ ნაწილს და 9 მუჭას აიღებდნენ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 და 9. 9 მუჭა მთლიანად. და სამთვალს ესე უკეთებდნენ. ქვევიდან დაშორება 3 თითი უნდა ყოფილიყო და ზემოთ 2 თვლამდე 4 თითი დაშორება. მასზე სრულდება განსხვავებული საშემსრულებლო ტექნიკა, უფრო კონკრეტულად იდებენ პირის ღრუში, აი წინა ორ კბილზე, ჩასაბერ ადგილს, ზემოდან ტულს გადააფარებენ, ენაის წვერს დებენ ქვედა ორ კბილზე და აწვევიან ჩასაბერ ადგილს. როგორც აღნიშნე, ოსები ამ საკრავს უწოდებენ უადინს, ოღონდ საშემსრულებლო ტექნიკის მხრივ ისინი მელოდიებს ასრულებენ ჩვენს მსგავსად ტუჩის ტექნიკით. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ.